შეგიძლიათ დაიწყოთ. კარგი, გმადლობთ. ესე იგი მე ვარ ვლადო სამუშია. პროფესორი კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე მთავარი მეცნიერი აბასთუმის ობსერვატორიაში. ჩემი პროფესია არის კოსმოლოგია. ძირითადად ჩემი კვლევები არის დაკავშირებული კოსმოლოგიის დარგთან და დღეს მინდა სწორედ ამ დარგზე შევატარო მოკლე მიმოხილვითი ლექცია. მე სამწუხაროდ წინა ლექციებს არ დავსწრები ვარ, ასე რომ შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ წინა მომხსენებლებმა რაღაც ნაწილი ან დიდი ნაწილი ამ თემების უკვე დაფარეს. მე შევეცდები უფრო ვილაპარაკო საკუთრივ კოსმოლოგიაზე, ცოტათი ვილაპარაკებთ თეორიულ ფიზიკაზე ცხადია. ესე იგი, მე თავიდან დავიწყებ დაკვირვებითი კოსმოლოგიით, დაკვირვებითი ასტრონომიით, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დარგი ფიზიკის ალბათ, შეიძლება ასე ითქვას. ასტრონომია ყოველთვის აინტერესებდათ ადამიანებს, ჩვენს წინაპრებს 1000 წლის წინ, ადგენდნენ ვარსკვლავების რუქებს. და მოდი იმით დავიწყოთ, რომ ასტრონომია შეუიარაღებელი თვალით, თუ არა გვაქვს ისეთ სპეციალური მოწყობილობები, არის საინტერესო, მაგრამ ცოტა რთული. შეუიარაღებელი თვალით ისი დანახვა შეგვიძლია, როგორც წესი, თუ წარმოწმენდილია და არ ვართ დიდ ქალაქთან ახლოს, შეგვიძლია დავინახოთ დაახლოებით 5000-მდე ვარსკვლავი შეუიარაღებელი თვალით. ხო, და კარგი მხედველობის მქონე ადამიანებს. ეს ვარსკვლავები არიან თითქოს ყოველთვის ერთ ადგილზე, მათი მდებარეობა არ იცვლება. არის 5-მდე ჭყალებში ვარსკვლავი, მაგრამ სინამდვილეში პლანეტა, რომელიც არის მოხეტიალე წერტილი, რომლის მდებარეობაც ასეც იცვლება. და რა თქმა უნდა ვხედავთ მზეს, მთვარეს. ზოგჯერ შეიძლება დავინახოთ კომეტები. და ასევე შეგვიძლია დავინახოთ რამდენიმე ნისლეული. ნისლეული არის დღეს უკვე ვიცით, რომ ეს არის გალაქტიკა. შეუიარაღებელი თვალისთვის ნისლეული ჩანს როგორც პატარა ლაქა ცაზე. ხო. ესე იგი, ეს არის ის, რასაც ვხედავთ თვალით, ეს არის ის, რაც შეგვიძლია დავინახოთ თანამედროვე ტელესკოპებით. ხო, აქ მე რამდენიმე ფოტო მაქვს, რომელიც ნამდვილი მონაცემების მიხედვით არის აგებული. მარცხენა ქვედაკუთხეში არის დაახლოებით 2 მილიარდი ვარსკვლავის რუქა. ხო, ეს არის ცის თაღი, გაშლილი ცის თაღი. ეს არის 2 მილიარდი ვარსკვლავი ყველა ჩვენს გალაქტიკაში. ალბათ ხედავთ, რომ შუაში ამ ფოტოზე, გრაფიკზე არის წითელი, მუქი წითელი ხაზი, ეს არის გალაქტიკის სიბრტყე. ხო, სადაც უფრო მეტი ვარსკვლავია ვიდრე სიბრტყის გარეთ. მარჯვენა მხარეს არის ასევე ცის თაღი, ორ ნაწილად გაჭრილი, ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან სამხრეთ ნახევარსფერო და აქაც ყვითელი, ესე იგი, შეიძლება ისე კარგად არ ჩანს, მაგრამ ამ რუქაზე, ამ ფოტოზე არის წერტილები, თითო წერტილი არის თითო გალაქტიკა უკვე, და არა ვარსკვლავი. ამ ფოტოზე არის დაახლოებით 200 მილიონი გალაქტიკა. ეს მონაცემები თავის დროზე მოაგროვა ექსპერიმენტმა SDSS, რომელიც არიზონიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმართებოდა. და ხედავთ, რომ აქ არის ასევე შავი ლაქები, ეს არის ის ნაწილები, რომელსაც ტელესკოპი თავის დროზე ვერ მისწვდა. და არის წვრილი ზოლები, მაგრამ გარდა ამისა არის თითქმის სრულად დაფარული ნაწილი ცის, დაახლოებით ნახევარი ცის, როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით.
ხო, ანუ პროგრესი არის უზარმაზარი, რა თქმა უნდა. ესე იგი 5000 და 200 მილიონი ხო ძალიან დიდი განსხვავება არის რიცხვებში. და მე როდესაც ვატარებ საჯარო ლექციებს, ყოველთვის ვაჩვენებ ხოლმე ამ ფოტოს, ეს ფოტო საკმაოდ პოპულარული არის სოციალურ ქსელებში, შეიძლება გინახავთ კიდევაც. ეს არის ფოტო იმისი, თუ რამდენად განვითარდა ტექნოლოგია ბოლო საუკუნეში. ესე იგი, პირველ ფოტოზე მარცხნივ არის ძმები რაიტების პირველი თვითმფრინავი, რომელმაც თუ არ ვცდები 100 მეტრი იფრინა. და მარჯვენა მხარეს არის 1979 წელს, ანუ 60 წელში, 66 წელიწადში გადაღებული ფოტო, რომელზეც ცნობილი ფოტო ადამიანი მთვარეზე, ხო? ანუ 66 წელიწადში ჩვენ იმდენად დიდი სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი გავიარეთ, რომ პირველი თვითმფრინავიდან მივედით მთვარეზე გაფრენამდე. ნუ ერთი ფაქტი, რომელიც ყველამ ვიცით, რომელიც მინდა გაგახსენოთ, არის ის, რომ ასტრონომიაში და კოსმოლოგიაში მანძილები არის ძალიან დიდი. ესე იგი, სინათლის სიჩქარე არის დაახლოებით 300,000 კილომეტრი წამში, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის სხივს შეუძლია დედამიწას შემოვავროს დაახლოებით 2.5-ჯერ ერთ წამში. სინათლის სინათლის სიჩქარით მოზრდილი ობიექტი მთვარემდე დედამიწიდან მიაღწევს დაახლოებით 1.5 წამში. ზემდე მისვლას დასჭირდება დაახლოებით 8 წუთი. უახლოეს ვარსკვლავამდე ალფა ცენტავრამდე მისვლას დასჭირდება დაახლოებით 4.5 წელიწადი. ხოლო უახლოეს გალაქტიკამდე, რომელიც ანდრომედის გალაქტიკაა ჩვენთან, სინათლის შუქს სჭირდება 2.5 მილიონი წელი მისაღწევად. ასე რომ აი ამ რუქას თუ შევხედავთ, ამ რუქაზე არიან შორეული გალაქტიკები, საიდანაც დედამიწამდე შუქის მიღწევას სჭირდება მილიარდობით სინათლის წელი. ამდენად შორს არიან ეს ობიექტები. ეს არის სწორედ კოსმოლოგიის, დაკვირვებადი კოსმოლოგიის და ასტრონომიის ყველაზე დიდი პრობლემა. შორეული ობიექტების დანახვა გვიჭირს გასაგები მიზეზის გამო. როდესაც ობიექტი გამოსხივებს ენერგიას, ეს ენერგია ნაწილდება მის გარშემო მთელ სივრცეზე. რაც უფრო შორს არის დამკვირვებელი, ცხადია, რომ თითო კვადრატულ მეტრზე თუ კვადრატულ სანტიმეტრზე მოდის უფრო და უფრო ნაკლები შუქი, ენერგია, რადგან დედამიწა სამყარო სამგანზომილებიანია, სფეროს ზედაპირის ფართობი იზრდება როგორც რადიუსის კვადრატი, შესაბამისად სინათლის ინტენსივობა მცირდება როგორც რადიუსის კვადრატი. და თუ უყურებთ ცას შეუიარაღებელი თვალით, მაშინ ჩვენი თვალის ბადურას ეცემა უფრო ნაკლები შუქი იმის მიხედვით, თუ უფრო შორს ვართ შესაბამისად. უსწორედ ეს არის ტელესკოპის თავარი იდეა. ტელესკოპი რეალურად არის დიდი ხელოვნური თვალი. და მისი დანიშნულება არის უბრალოდ სინათლის შეგროვება, ზედაპირის გაზრდა. ანუ თუ შევხედავთ ისევ ამ სურათს, ცხადია, რომ თუ მინდა დავინახოთ ძალიან გრთალი ობიექტი, ორი შესაძლებლობა აქვს, ან ფართობი უნდა გავზარდოთ, ან უნდა მიუახლოვდეთ ამ ობიექტს, ახლა მიახლოვება ობიექტებთან ცხადია შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ ვზრდით შუქის დაჭერის ზედაპირის ფართობს. თავიდან ეს ხდებოდა ლინზების მეშვეობით, ლინზებს აქვთ ასეთი თვისება, რომ ისინი კრებენ შუქს, თუ მათ გარკვეულ ფორმას მივანიჭებთ. და ეფექტურად ეს არის თვალის ზომის გადიდება. თქვენ იცით ალბათ, რომ პირველი ტელესკოპი ასტრონომიული დანიშნულებით გამოიყენა გალილეო გალილეიმ, ცნობილმა იტალიელმა ფიზიკოსმა.
თვითონ ტელესკოპის იდეა არ იყო გალილეის იდეა. ტელესკოპი პირველად დაამზადეს ჰოლანდიაში დაახლოებით მე-17 საუკუნის დასაწყისში და თავიდან ის გამოიყენებოდა თვითონ დედამიწაზე შორეული ობიექტების დაზვერვის მიზნით. გალილეო იყო პირველი, ვინც მიხვდა იმას, რომ ასტრონომიული დაკვირვებისთვისაც შეიძლება ტელესკოპის გამოყენება. მისი პირველი ტელესკოპი იყო 38 მმ-იანი. სხვათა შორის ლინზაც თვითონ დაამზადა გალილეომ. და აი ამ სლაიდზე ქვემოთ ნახატებს, რომელსაც ხედავთ, ეს არის თვითონ გალილეოს მიერ თავის რეულში შესრულებული ნახატები. ესე იგი, სულ მარცხნივ არის სატურნი, თავიდან 1610 წელს გალილეოს ჰქონდა ნაკლები გარჩევადობის მქონე ტელესკოპი, ასე რომ სატურნი დახატა როგორც ერთი დიდი რგოლი და გვერდიგვერდ ორი პატარა რგოლი. 1616 წელს უკვე უკეთესი ტელესკოპით შეძლო იმისი გარჩევა, რომ სინამდვილეში ეს არის ერთი ბურთი და გარშემო აქვს სარტყელი, ხო, სატურნის სარტყელი. გარდა ამისა, მან იუპიტერის მთვარეების დამზერა შეძლო, ჩანახატი აქვს, სადაც ის აჩვენებს 4 თანამგზავრს და იმას, თუ როგორ იცვლება თანამგზავრების მდებარეობა დროის მიხედვით. ჩანს აშკარად როგორ მოძრაობენ იუპიტერის გარშემო და ტელესკოპით, თუნდაც პატარა ტელესკოპით, ან დურბინით ძალიან კარგად შეიძლება მთვარის ზედაპირის დანახვა. რომელიც არის საკმაოდ შორი გლუვისგან, არის საკმაოდ ისეთი უხეში. ცხადია, ეს იყო ძალიან დიდი რევოლუცია ასტრონომიაში. ტელესკოპების ზომა იზრდებოდა დროთა განმავლობაში. უფრო მკვეთრი ობიექტების დასანახად უჭირდება უფრო დიდი ტელესკოპი. რაღაც მომენტში დაახლოებით მე-19 საუკუნის ბოლოსკენ ტელესკოპების ზომამ მიაღწია 1 მეტრს. და რეალურად 1 მეტრი არის ალბათ ზღვარი, პრაქტიკული ზღვარი. ლინზებზე დაფუძნებული ტელესკოპებისთვის უფრო დიდი ლინზების დამზადება რთულია უკვე, იმიტომ რომ მინა არის საკმაოდ მძიმე. როდესაც ლინზის ზომა იზრდება, ხდება მისი დეფორმაცია, საკუთარი გრავიტაციის crash. და ასტრონომები ამის შემდეგ გადავიდნენ სხვა ტექნოლოგიაზე, ეს არის ეგრეთ წოდებული რეფლექტორების ტექნოლოგია. აქ ოპტიკური პრინციპი ძალიან მარტივია. ჩვენ ვიცით, რომ თუ გვაქვს სარკე, კარგი ხარისხის ამ სარკეზე დაცემული შუქი ირეკლება, ასე რომ თუ სარკეს მივანიჭებთ გარკვეულ ფორმას, ზედაპირს, შესაძლებელია ამ სარკით ისევე როგორც ლინზით შუქის ერთ წერტილში შეკრება. თანამედროვე ტელესკოპის დიდი ნაწილი არის სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებული. ყველაზე დიდი ტელესკოპები უკვე 10 მეტრსაც აღწევენ. 10 მეტრზე ცოტა დიდი ტელესკოპებიც არის. მარჯვენა მხარეს ამ სლაიდზე არის ფოტო, რომელიც შეგიძლიათ ვიკიპედიაზე იპოვოთ. ეს არის სქემატურად დაახლოებით აი სხვადასხვა წრეები, რომელსაც აქ ხედავთ, არის სხვადასხვა ტელესკოპები და მათი ზომა ერთმანეთს შედარებული, ასევე შედარებულია მათი ზომა ტენისის მოედანს და კალთბურთის მოედანს. აქ მასშტაბს ხედავთ, ეს არის დაახლოებით 10 მეტრი და უმეტესობა ამ ტელესკოპების არის უკვე არსებული ტელესკოპი, ხოლო რაღაც ნაწილი არის დაგეგმილი ტელესკოპი, მაგალითად ზედამარჯვენა კუთხეში ლურჯი ჰექსაგონებისგან შედგენილი ეგრეთ წოდებული 30 მეტრიანი ტელესკოპი, რომელიც დაგეგმილია ჰავაიში დასადგმელად. და ეგრეთ წოდებული ძალიან დიდი ტელესკოპი მწვანე ფერში, რომელიც უკვე დაგეგმილია ჩილეში, მისი აშენება დაგეგმილია ჩილეში. შემდეგი ნაბიჯი უკვე არის ტელესკოპების
კოსმოსში გაგზავნა, კოსმოსურ სივრცეში გაგზავნა. კოსმოსურ სივრცეში ტელესკოპების გაგზავნა ხდება ძირითადად იმ მიზეზით, რომ დედამიწას აქვს ატმოსფერო, როგორც ვიცით, რაც სიცოცხლისთვის ძალიან კარგია, ის ჩვენ რადიაციისგან ვიცავს, მაგრამ ასტრონომიული დაკვირვებებისთვის მაინც და მაინც კარგი ეს არ არის. და მიზეზი, რის გამოც ატმოსფერო ხელს გვიშლის ჩვენ დაკვირვებებში, არის ის, რომ სინათლე, როგორც იცით, სხვადასხვა სიხშირეებისგან შედგება. არის ძალიან გრძელ ტალღიანი სინათლე, რომელიც აღიქმება როგორც რადიოტალღები, მერე მოდის მიკროტალღები, ინფრაწითელი, ხილული დიაპაზონი. და რაც უფრო მაღალია სინათლის ენერგია, მით უფრო მოკლეა მისი ტალღა. გადავდივართ რენტგენზე, გამა-გამოსხივებაზე. და მარჯვენა მხარეს არის სქემატურად ნაჩვენები ის თუ რამდენად გამტარია ატმოსფერო ამ სხვადასხვა ტიპის სინათლის მიმართ. ყავისფრად ესე იგი სადაც არის ყავისფერი იქ გამტარობა არის ძალიან ცუდი. თქვენ ხედავთ რომ ალბათ რომ რადიოტალღები დიდი ნაწილი ირეკლება ატმოსფეროს მიერ და ასევე ძალიან მაღალი ენერგიის სხივებით ირეკლება. შუაში ინფრაწითელ დიაპაზონში არის რაღაც სიხშირეები, რომლებშიც ატმოსფერო ატარებს შუქს, რაღაც სიხშირეები, რომლებშიც არ ატარებს. ხილულ დიაპაზონში ძირითადად სრულად ატარებს შუქს, მაგრამ თუ მინდა სამყაროს დანახვა სხვადასხვა სიხშირეებში, ატმოსფერო სამწუხაროდ არის ბარიერი. და ამიტომ ამ ბარიერის მოსაცილებლად ტელესკოპის გაგზავნა ხშირად იწევს კოსმოსში. კოსმოსური ტელესკოპებიც უკვე ახალი ტექნოლოგია არაა. ყველაზე ცნობილი, ყველაზე დიდი კოსმოსური ტელესკოპი, ჰაბლის ტელესკოპი, რომელსაც ხედავთ აქ ამ სლაიდზე, ფოტოზე, კოსმოსში გაუშვეს 1990 წელს, ანუ უკვე 26 წელია, ასე გამოდის. მისი წონა 11 ტონა და ის ბრუნავს დედამიწის გარშემო დაახლოებით 540 კილომეტრ მანძილზე დედამიწის ზედაპირიდან. ჰაბლი საკმაოდ დიდი ტელესკოპია, ჰაბლი, მისი დიამეტრი არის 2.5 მეტრი. ცხადია კოსმოსში იგივე ზომის ტელესკოპების გაგზავნა, რასაც დედამიწაზე ვაშენებთ, რთულია. 10 მეტრიანი ტელესკოპის კოსმოსში გაგზავნა შეუძლებელია ამ ეტაპზე. მაგრამ მიუხედავად შედარებით მცირე ზომის, კოსმოსურ ტელესკოპებს მაინც აქვთ თავიანთი უპირატესობა, ცხადია. ჰაბლი თავის დროზე ჰაბლის აშენება და კოსმოსში გაშობა დაჯდა $16 მილიარდი. აუ საკმაოდ ძვირადღირებული პროექტებია კოსმოსური ტელესკოპები. ერთ-ერთი სირთულე არის ფასი, მეორე სირთულე არის მათი კოსმოსში გაშვება და ორბიტაზე დაყენება. მესამე სირთულე კოსმოსურ ტელესკოპებთან დაკავშირებული არის ის, რომ მათი შეკეთება არის საკმაოდ რთული, ხო? ტელესკოპი თუ დედამიწაზეა, დედამიწის ზედაპირზეა, ყოველთვის შეიძლება თუ რაღაც არ მუშაობს ინჟინრის გაგზავნა ტელესკოპზე და ადგილზე მისი შეკეთება. კოსმოსური ტელესკოპების შეკეთება არის უფრო რთული. ეს სხვადასხვა შორის ჰაბლს დასჭირდა შეკეთება, როდესაც ჰაბლი გაუშვეს ორბიტაზე. აღმოჩნდა რომ იყო რაღაც ტექნიკური წუნი. სიმართლე რომ გითხრათ, ახლა ზუსტად არ მახსოვს დეტალები. მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ტელესკოპი არ იყო კარგად ფოკუსირებული. და ამ პრობლემის ტელესკოპის შესაკეთებლად საჭირო გახდა ასტრონავტების გაგზავნა, კოსმონავტების გაგზავნა ტელესკოპზე და მაკორექტირებელი ლინზების დაყენება ჰაბლზე. ანუ რაღაც გაგებით ასტრონომები ხუმრობდნენ, რომ ჰაბლს სათვალები დასჭირდაო. და ამ ეფექტს ხედავთ თქვენ, მარცხენა და მარჯვენა ფოტოები არის გადაღებული ჰაბლის მიერ, ჰაბლის ტელესკოპის მიერ ლინზების დაყენებამდე და ლინზების დაყენების შემდეგ.
მეორე ძალიან ცნობილი კოსმიური ტელესკოპი არის ეგრეთ წოდებული ჯეიმს ვების ტელესკოპი, რომელიც არის ერთდროულად უფრო დიდი ვიდრე ჰაბლი და ამავე დროს უფრო მსუბუქი. მისი წონა არის 6 ტონა, დედამიწისგან არის 500,000 კილომეტრი დაშორებული და მისი სარკის დიამეტრი არის 6,5 მეტრი. ეს ტელესკოპი გაცილებით უფრო რთული პროექტი იყო, მისი მშენებლობა, პროექტი თვითონ დაიწყო 96 წელს. მისი მშენებლობა გაგრძელდა 25 წელი და კოსმოსში გაუშვეს 2021 წელს. პროექტი დაჯდა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი. ხომ რომ შევადაროთ ჯეიმს ვების პოზიცია, ჰაბლის პოზიციას ხედავთ, რომ ჯეიმს ვები არის გაცილებით უფრო შორს დედამიწისგან, ჰაბლი არის დედამიწის გარშემო ტრაექტორიაზე, ხოლო ჯეიმს ვები არის ეგრეთ წოდებულ ლაგრანჟის წერტილში. შესაბამისად, ჯეიმს ვებს რომ რაღაც პრობლემა დაუშვეს ტექნიკური და მისი შეკეთება გახდეს საჭირო, ეგ სამწუხაროდ ვერ მოხერხდება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პროექტს ამდენი დრო დასჭირდა, საჭირო იყო ძალიან დიდი სიზუსტით ყველაფრის გადამოწმება. რადგან ტელესკოპის გაშვება ამ შემთხვევაში და ექსპლუატაციაში შეყვანა არის ერთჯერადი აქტი, ასე ვთქვათ, გამეორება საკმაოდ რთული იქნება ამის. ამ სლაიდზე ნაჩვენებია რამდენიმე ფოტო, ეს არის ერთი და იგივე ფოტო გადაღებული ჰაბლით და ჯეიმს ვებით. ცის ერთი და იგივე ნაწილი, ხედავთ თუ რამდენად დიდი განსხვავება ხარისხში, გარჩევადობაში. ხო, ის ვარსკვლავები, რომლებიც ჩანან როგორც სქელი წითელი სფეროები ჰაბლში, გაცილებით უფრო უკეთ შეგვიძლია დავაკვირდეთ მათ ჯეიმს ვების ტელესკოპში. და სხვა შორის ერთ-ერთი მომენტი, რომელიც ერთ-ერთი სირთულე ამ კოსმოსური ასტრონომიის არის ის, რომ ეს ტელესკოპები როგორც წესი იმისთვის რომ მათ იმუშაონ გამართულად, უნდა იყვნენ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. მაგრამ კოსმოსში მზისგან თავის დაცვა რთულია, ასე რომ ვების ტელესკოპი რაღაცნაირად ამას ახერხებს. მას აქვს ორი მხარე, ერთი მხარე რომელიც მზისკენაა მიშვერილი, ეგრეთ წოდებული ცხელი მხარე, ამ ცხელ მხარეზე ტემპერატურა აღწევს ხშირად 85 გრადუსს, მაგრამ მეორე მხარეს, ცივ მხარეს, სადაც ძირითადი აპარატებია განლაგებული, ტემპერატურა არის -230 გრადუსი, ანუ 300 გრადუსზე უფრო დიდი განსხვავებაა ტემპერატურაში, მაგრამ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც იცავს ცივ მხარეს ცხელი მხარისგან. კიდევ ერთი დიდი საინჟინრო წინსვლა, რომელიც ძალიან დაეხმარა ასტრონომიას, არის ეგრეთ წოდებული ოპტიკური ბოჭკოები. ფიზიკის კლასიდან ვიცით ყველამ ალბათ, რომ როდესაც შუქი გადადის ერთი გარემოდან მეორე გარემოში, ხდება მისი გარდატეხა. წყლიდან ჰაერში, ჰაერიდან წყალში. თუ გარემოებს შორის სიმკვრივეში განსხვავება არის დიდი, მაშინ რაღაც მომენტში ჩვენ მივახცევთ ისეთ კუთხეს, როდესაც ეს გარდატეხილი შუქი დაბრუნდება უკან გარემოში, ანუ გარეთ ვერ აღწევს მაღალი სიმკვრივის გარემოდან დაბალი სიმკვრივის გარემოში. ოპტიკური ბოჭკოების ტექნოლოგია სწორედ ამ პრინციპს ემყარება, ისინი შედგება ორი სხვადასხვა ტიპის მინისგან, სპეციალური მინისგან, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი გარდატეხის კოეფიციენტი და როგორც აი ამ ნახატზე არის ნაჩვენები, ოპტიკური ბოჭკობით შეიძლება შუქის გაშვება, შუქის ტრანსპორტირება ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე. რაც ძალიან სასარგებლო ასტრონომიაში, აი მაგალითად ამ სლაიდზე, ამ ფოტოებზე ნაჩვენებია ერთ-ერთი ადრეული
ტელესკოპის დიზაინი, SDS ტელესკოპის, SDS ექსპერიმენტის. ესე იგი ამ სურათზე არის ნაჩვენები, ეს რგოლი, ანუ წრე არის ეს წრეწირი არის ზედაპირი, რომელიც ედოდა ზემოდან ტელესკოპს. ამ ზედაპირზე არის გაბურგული დაახლოებით 640-მდე სხვადასხვა ნახრები. ამ ნახრებიდან შემოდის შუქი ტელესკოპში, თითო ნახრები შეესაბამება თითო გალაქტიკას ან ვარსკვლავს, ან სხვა საინტერესო ობიექტს და მერე ხდება ოპტიკური ბოჭკოების მიერ ამ შუქის სპექტროგრაფებამდე მიყვანა. ტექნოლოგიას ქვია მულტიპლექსია და ამ ტექნოლოგიის ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ შეგვიძლია ცალს შევხედოთ ერთხელ და ერთდროულად მოვაგროვოთ ინფორმაცია 100-მდე რამდენიმე ასეულ სხვადასხვა ობიექტზე. რაც მნიშვნელოვნად გვიზოგავს დროს. ანუ ერთი ტელესკოპით და ცალზე ერთი მიშვერით შეგვიძლია ბევრი სხვადასხვა ობიექტის ერთდროულად თვისებების ერთდროულად გაზომვა. ეს არის უფრო თანამედროვე ვერსია ტექნოლოგიის, ეგრეთ წოდებული რობომულტიპლექსი. ეს სურათები არის DESI ექსპერიმენტის ფოტოები, ანუ განსხვავება მარტივ მულტიპლექსსა და რობომულტიპლექსს შორის ის არის, რომ პირველ შემთხვევაში ასტრონომებს ამ თაღების გამოცვლა უწევდათ, ანუ ყოველ ჯერზე, როდესაც აკვირდებოდნენ რაღაცა ოდენობა ობიექტს, მერე თაღი უნდა მოეხსნათ, სხვა თაღი დაემაგრებინათ, ამ თაღებში ხელით გაერჭოთ ეს ოპტიკური ბოჭკოები. თანამედროვე ტექნოლოგია ეფუძნება რობოტებს. ანუ ეს ოპტიკური ბოჭკოების ერთი ბოლო კრივად არ არის მიმაგრებული რაღაც ზედაპირზე, ისინი მოძრაობენ, მათ ამოძრაობენ რობოტები და მათი ამ მოძრაობების მეშვეობით მათი პოზიციის შეცვლა შეიძლება და სხვადასხვა ობიექტებზე დაკვირვება შეიძლება ადამიანის ჩარევის გარეშე. მაქვს ძალიან მოკლე ვიდეო იმისით, თუ როგორ მუშაობენ ეს რობომულტიპლექსები, აბა ვნახოთ თუ გაეშვება. ჩანს თქვენთან ეს ვიდეო? დიახ. ხო, კი. კი ბატონო, ეს არის რაღაც ნაწილი ტელესკოპის თაღის. მთელი ტელესკოპი არის დაფარული ასეთი რობოტებით. ხედავთ, რომ ეს ოპტიკური ბოჭკოების ბოლოები სინქრონულად მოძრაობენ. ეს ყველაფერი ხდება პროგრამულად ცხადია. ასტრონომებმა იციან ცის რა ნაწილს უნდათ რომ ეს ბოჭკო აკვირდებოდეს და გასილებთ უფრო სწრაფად და გასილებთ უფრო ბევრი ობიექტის დაკვირვება არის შესაძლებელი ერთი ტელესკოპი და ამ ტელესკოპის ერთი მიშვერით. კარგით, მოდით ამ რამდენიმე სლაიდს გადავახტები. და ხო, ესე იგი ტელესკოპი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მომენტი დაკვირვების ფიზიკაში, ბოჭკოები ძალიან მნიშვნელოვანი და გარდა ამისა სუპერკომპიუტერები, რაც უნდა გასაკვირი იყოს. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ხელსაწყო თანამედროვე ასტრონომიის არსენალში არის სუპერკომპიუტერები. და სუპერკომპიუტერები საჭიროა იმიტომ, რომ კოსმოლოგიამ და ასტროფიზიკამ უკვე მიაღწია იმ ეტაპს, რომ თეორიული გამოთვლების ჩატარება არის ძალიან რთული. და მათი შესრულება ჩვეულებრივ კომპიუტერებზე შეუძლებელი ხდება უკვე, საჭირო ხდება სუპერკომპიუტერების გამოყენება. ამ სუპერკომპიუტერებს აქვთ ასობით 1000 პროცესორი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია. ფასი ხშირად რამდენიმე მილიარდი დოლარია ასეთი სუპერკომპიუტერის. ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარულია გრაფიკულ პროცესორებზე დაფუძნებული სუპერკომპიუტერები. და ესეც საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროექტია სუპერკომპიუტერის აშენება, იმიტომ რომ ჯერ ერთი ბევრი პროცესორი ერთდროულად მომუშავე საჭიროებს დიდ ენერგიას
ძალიან ბევრი ვატი ელექტროენერგიის იხარჯება ამ სუპერკომპიუტერებზე. ისინი გამოიმუშავებენ ცხადია დიდ რაოდენობა თერმოენერგიას, იმიტომ რომ თერმოდინამიკა ასე მუშაობს. როდესაც მუშაობას ასრულება, ყოველთვის წარმოიქმნება თერმული ენერგია, ანუ გაცივების სისტემები უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე. და გარდა ამისა, სუპერკომპიუტერები უნდა იყვნენ სეისმურად მდგრადები. ასე რომ ჩვეულებრივ ოთახში მათი დადგმა არ შეიძლება. თვითონ ოთახის აშენება და მისი მოწყობა ამ სუპერკომპიუტერისთვის არის ცალკე საინჟინრო პრობლემა. ძირითადად ეს სუპერკომპიუტერები გამოიყენება სხვადასხვა ასტროფიზიკური პროცესის სიმულირებისთვის. მე მაქვს რამდენიმე ვიდეო აქ თანამედროვე ასტროკოსმოლოგიური სიმულაციების. მოდით ამათაც მივაჭერ და ვნახოთ. იმედია ისეც გამოჩნდება. დიახ, ჩანს. აქ ეს არის galaktikis წარმოქმნის სიმულაცია. აქ მარჯვენა მხარეს არის დრო 0.15 მილიარდი წელი, 0.17 მილიარდი წელი, შეგიძლიათ ნახოთ დრო როგორ გადის. ხოლო თვითონ სიმულაციაზე ნაჩვენებია galaktikis წარმოქმნის პროცესი. მოდით ბარემ ასორი ვიდეოც ვნახოთ. ეს არის ორი სხვადასხვა galaktikis ერთმანეთთან შეჯახების სიმულირება. ესე იგი ორი galaktika ერთმანეთს ეჯახება. საბოლოო ჯამში წარმოიქმნება ერთი ელიფსური ტიპის galaktika. ეს არის უკვე რამდენიმე galaktikis დაჯახების პროცესი.
საბოლოო შედეგი აქაც იგივეა, წარმოიქმნება ერთი დიდი ელიფსური galaktika. და სხვა შორის ეს galaktikების შეჯახება ისე ჟღერს საკმაოდ დრამატულად, მაგრამ რეალურად, როდესაც galaktikები ერთმანეთს ეჯახებიან, სინამდვილეში ისეთი არაფერი არ ხდება, თვითონ ვარსკვლავები ალბათობა იმისი, რომ ორი ვარსკვლავი რეალურად ერთმანეთს შეეჯახოს, არის ძალიან მცირე, იმიტომ რომ სივრცეში სინამდვილეში კოსმოსური სივრცის ძალიან დიდი ნაწილი არის ცარიელი და სიმკვრივე galaktikების და galaktikებში ვარსკვლავის არის ძალიან დაბალი. კარგით, მოდით მაშინ გადავიდეთ ცოტა სხვა თემაზე, უკვე საკუთრივ კოსმოლოგიაზე. ესე იგი, გვაქვს რა ეს დიდი ტელესკოპები და ვაკვირდებით რა მილიონობით galaktikas. ჯერ ერთი მინდა შეგახსენოთ, რომ რადგან სინათლის სიჩქარე არის სასრული და რაც უფრო შორსა ობიექტი, მით უფრო მეტი დრო ჭირდება მისგან შუქის ჩვენამდე მოსვლას, რაც უფრო შორს ვიხედებით სამყაროში, მით უფრო უკან მიხედებით დროში, რაღაც გაგებით. ანუ შორეული ობიექტები ჩანან ისე, როგორც ისინი იყვნენ დიდი ხნის წინ და არა ისე, როგორც ისინი არიან ახლა. და ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ სამყაროს განვითარებას დროში, ანუ როგორ ვითარდებოდა სამყარო დროში. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ თანამედროვე კოსმოლოგიის ძირითადი შედეგები, ეს შეჯამება ასახულია ამ სურათზე. ასე იგი ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ყოველთვის ისეთი არ იყო, როგორიც არის ახლა და ადრეული სამყარო ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელი სამყაროსგან. კერძოდ ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ფართოვდება და ნებისმიერ ორ ობიექტს შორის მანძილი იზრდება დროში. ასევე ვიცით, რომ ეს გაფართოება გრძელდება დაახლოებით 13 მილიარდი წელი. სამყარო ფართოვდება, თან მცირდება. ანუ ცხადია, იმიტომ რომ გაფართოება ადიაბატური იწვევს ტემპერატურის ვარდნას. და რაც საინტერესოა, არა მარტო ფართოვდება სამყარო, არამედ ამ სამყაროს გაფართოების ტემპი იზრდება, ანუ გაფართოება ჩქარდება. დაახლოებით ბოლო 5 მილიარდი წლის განმავლობაში. ანუ დღეს სამყარო არის გაცილებით უფრო რაღაც გაგებით ბრჭყალებში დიდი, ვიდრე იყო ადრე, მისი ტემპერატურა არის ძალიან დაბალი. საშუალო ტემპერატურა სამყაროში არის დაახლოებით 3 გრადუსი. კელვინით. და გარდა ამისა სამყარო ხდება არაერთგვაროვანი. ასე იგი, რას ნიშნავს არაერთგვაროვანი? ამ სურათზე ნაჩვენებია ერთ-ერთი კოსმოლოგიური კომპიუტერული სიმულაციის შედეგები. ესე იგი, ვიწყებთ ზედა მარცხენა კუთხეში და რაც დრო გადის, სამყარო იცვლება, ეს არის სამყაროს რაღაც ნაწილი, რომელიც მოთავსებულია კუბში. სამყარო იცვლება მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ, თუ მიუყვებით ამ ფოტოებს. გაფართოება სამყაროში ამ შემთხვევაში არის ამოღებული, ანუ სინამდვილეში ეს კუბები, ეს თვითონ ეს კუბი უფრო დიდი ხდება ზომაში, მაგრამ შედარება რომ უფრო მარტივი იყოს, ყველა ამ კუბს ვაჩვენებთ ისეთი იყოს, ისინი იყვნენ ერთიეგივე ზომის. და როგორც ხედავთ, სულ თავიდან სამყარო არის ერთგვაროვანი იმ გაგებით, რომ ნაწილაკების განაწილება მასში არის ერთგვაროვანი ყველგან, მსგავსი და რაც დრო გადის, ის ხდება უფრო და უფრო არაერთგვაროვანი. გრავიტაციის ზეგავლენით სხვადასხვა ნაწილაკები ერთმანეთს მიიზიდავენ. წარმოიქმნება სტრუქტურები, ეს სტრუქტურები იზრდება და თუ შედარებთ ზედა მარცხენა ფოტოს, ბრჭყალებში ფოტოს და ქვედა მარჯვენა ფოტოს, დაინახავთ, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
გარდა ამისა, სამყაროში ხდება სხვადასხვა ქიმიური პროცესები, მისი ქიმიური შემადგენლობა იცვლება. დღევანდელ სამყაროში დაახლოებით 75% ატომების არის წყალბადის და დარჩენილი ნაწილი არის ძირითადად ჰელიუმი. არის ძალიან ცოტა ლითიუმი, ხოლო სხვა ელემენტებს რაც შეეხება, უფრო მძიმე ელემენტებს პერიოდულ ტაბულაში, როგორიცაა სილიკონი, ჟანგბადი, ნახშირბადი, რკინა, სპილენზი, მათი ხვედრითი წილი არის ძალიან მცირე და ეს ელემენტები წარმოიქმნება ძირითადად ვარსკვლავებში. ანუ რომ არა ვარსკვლავები, რომლებიც რაღაც გაგებით ღუმელებს წარმოადგენენ, სადაც ტემპერატურა მაღალია და ქიმიური პროცესები ხდება, რომ არა ვარსკვლავები, სამყაროში იქნებოდა მარტო წყალბადი, ჰელიუმი და ძალიან ცოტა ლითიუმი. ნუ კიდევ ერთი ასე ვთქვათ, არაორდინალური აღმოჩენა, რომელიც კოსმოლოგებმა მოახდინეს, იყო ის, რომ სინამდვილეში ეს ჰელიუმი, წყალბადი, ლითიუმი, ჩვეულებრივი ატომები, როგორც აღმოჩნდა, წარმოადგენენ სამყაროს მარტო 5%-ს. ანუ სამყაროს ძალიან დიდი ხვედრითი წილი, დაახლოებით 26-27% არის ეგრეთ წოდებული ფარული მატერია, ხოლო 2/3-ზე ცოტა მეტი არის ეგრეთ წოდებული ფარული ენერგია. ფარულ მატერიაზე და ენერგიაზე რამდენიმე სლაიდში კიდევ ვილაპარაკებთ. ახლა შემდეგი თემა, რომელსაც მინდა შევეხო, ძალიან მოკლედ არის ის, თუ საიდან ვიცით ეს, როგორ გავიგეთ სამყაროს შემადგენლობა, ანუ საიდან ვიცით, რომ ფარული ენერგია არის ამდენი, ფარული მატერია არის ამდენი, რომ ისინი არსებობენ. სამყაროზე დაკვირვება არის ძალიან ბევრი ექსპერიმენტი, რომელიც ამას ადასტურებს. არის galaktikებზე დაკვირვებები, რომლებიც უკვე გიხსენეთ, galaktikების დიდი განაწილების რუქების შედგენა, არის ეგრეთ წოდებული ფონური რადიაციის ექსპერიმენტები. შეიძლება გინახავთ ეს ზედა მარჯვენა რუქა წითელი და ლურჯი წერტილების. არის დაკვირვებები ზეახალ ვარსკვლავებზე, არის დაკვირვებები გრავიტაციულ ლინზებზე. ჩემი კვლევა ძირითადად დაკავშირებულია galaktikებთან. მე ვმუშაობ ექსპერიმენტებზე, რომლებიც ეს არის დიდი ექსპერიმენტები, რომლებიც იყენებენ თანამედროვე ტელესკოპებს, იმისათვის, რომ შეადგინონ galaktikების, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის galaktikების მდებარეობის რუქებს და მე ამ რუქების ანალიზით ამ რუქების ანალიზის მეშვეობით ხდება სამყაროს შემადგენლობის და თვისებების დადგენა. ეს ქვედა რუქა, რომელზეც ბევრი galaktika გამოსახული უკვე გაჩვენეთ, ეს არის ასტრომეტრიული რუქა, ანუ ყველა galaktikis მდებარეობა ცაზე, ცის თაღზე დიდი სიზუსტით არის გაზომილი. როგორც ვიცით, სივრცე არის სამგანზომილებიანი, ანუ მარტო ცის თაღზე სად მდებარეობს galaktika, ამისი ცოდნა საკმარისი არ არის, ასევე გვჭირდება იმისი ცოდნა თუ რამდენად შორს არის ეს galaktika ჩვენგან, მესამე განზომილება გვჭირდება. ამ მესამე განზომილების გაზომვა ხდება წითელი წარმოშობის გაზომვით და ვიცით რა მანძილი galaktikis, ჩვენ შეგვიძლია უკვე სამგანზომილებიანი რუქები შევადგინოთ. აი მაგალითად ზედა მარჯვენა კუთხეში არის ერთ-ერთი ასეთი რუქანაჩვენები,
აქ უკვე ცენტრში არის დედამიწა. ყველა წერტილი, თითოეული წერტილი არის თითო galaktika. ისინი სხვადასხვა მანძილზე არიან დედამიწისგან. და ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ნაჭერი, ბრტყელი ნაჭერი ამოჭრილი სამგანზომილებიანი სივრციდან. ანუ შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ რაღაცნაირად როგორც სფერო, შევსებული სფერო. და აი ეს შავი ნაწილი, სადაც galaktikები არ არის სწორედ ის ნაწილი, რომელიც უყურებს ჩვენი galaktikis ირმის ნახტომის დისკოს. ანუ ამ მიმართულებით დაკვირვების ჩატარება რთულია, რადგან ჩვენი საკუთარი დისკო გვეფარება, ამიტომ როგორც წესი ყველა ასეთ მუხაში არის რაღაც ნაწილი ამოჭრილი. galaktikების განაწილება იმიტომ არის საინტერესო, რომ galaktikების განაწილება მეტნაკლებად მისდევს ნივთიერების განაწილებას. ანუ სადაც უფრო მეტი ნივთიერებაა, იქ წარმოიქმნება უფრო მეტი galaktika. ჩვენ თუ დავაკვირდებით galaktikებს სხვადასხვა მანძილზე ჩვენგან, ხო, რაც უფრო შორს არის galaktikების განაწილება, მით უფრო ძველია ის, ანუ მით უფრო დიდი ხნის წინ არსებულ სამყაროს ვუყურებთ და შესაბამისად ეს თანმიმდევრობა, რომელიც გაჩვენეთ დროში თანმიმდევრობა დაწყებული ადრეული სამყაროთი და დამთავრებული თანამედროვე სამყაროთი, როდესაც სამყარო ფართოვდება და ხდება უფრო და უფრო არაერთგვაროვანი, ჩვენ რეალურად სინამდვილეში დაკვირვებებსაც შეგვიძლია ამ სურათის აღდგენა. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ galaktikები ისეთები, როგორც ისინი იყვნენ შორეულ წარსულში. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ სტრუქტურის წარმოქმნას. და ერთ-ერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამის მეშვეობით არის ის, რომ შეგვიძლია გავზომოთ მაგალითად გრავიტაციის სიძლიერე. ხო, იმიტომ რომ სტრუქტურის ზრდის ტემპი რეალურად დამოკიდებულია გრავიტაციის ძალაზე, რაც უფრო ძლიერია გრავიტაცია, მით უფრო სწრაფად იზრდება სტრუქტურა და პირიქით. ამიტომ ის კონკრეტულად რას დავინახავთ ამ დაკვირვების დროს, გვეუბნება ძალიან ბევრ რამეს, როგორც სამყაროს გაფართოებაზე, ასევე სამყაროში გრავიტაციის თვისებებზე. მე პრინციპში კიდევ მაქვს სლაიდები, მაგრამ ახლა ვართ 6:50-ზე, დაახლოებით რა დროზე იყო გათვლილი ლექცია, ხომ ვერ მეტყვით, კიდევ რამდენი დრო მაქვს. არის განსაზღვრული და შეგიძლიათ რომ ბატონო? თქვენ ანუ როგორც იძლევათ დრო გამოიყენეთ, ზოგადად 5 საათამდე არის განსაზღვრული. აჰა, კარგი. ერთ-ერთი პრობლემა ამაში ყველაფერში არის ეგრეთ წოდებული galaktikების მიკერძოება. ანუ galaktikების მიკერძოება არის ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ galaktikების განაწილება მისდევს ნივთიერების განაწილებას, ეს ურთიერთდამოკიდებულება არ არის ზუსტი. და ძალიან ხშირად მოყავთ მაგალითი კოსმოლოგებს დედამიწის და დედამიწაზე შუქის განაწილების, ხო, ხელოვნური შუქის განაწილების, თქვათ რაღაც არამიწერი ცივილიზაცია რომ აკვირდებოდეს სიტყვაზე დედამიწას შორიდან, ხო, ისინი დაინახავდნენ შუქის განაწილებას დედამიწაზე, მაგრამ მარტო ამ განაწილებით რთული იქნებოდა კონტინენტების მდებარეობის და მათი ზუსტი ფორმის აღდგენა, ხო? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შუქი არის იქ, სადაც არის ხმელეთი, ეს დამოკიდებულება ცოტა რთულია, ხო? ყველგან სადაც ხმელეთია, შუქი არ არის. და ზოგან შუქის სიმკვრივე უფრო დიდია, ვიდრე შუქის სიმკვრივე ასევე ადამიანების
დასაღლების სიმკვრივესაც ხშირად არ მისდევს. ხო? თუ შესაბამისად, როდესაც ხედავთ galaktikებს, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორი, რომ რაღაც ნაწილში სამყაროში შეიძლება არ იყოს ბევრი galaktika, მაგრამ იყოს ბევრი ნივთიერება. სინამდვილეში ამისი მოდელირება საკმაოდ რთული მათემატიკური პროცესია, მაგრამ ძირითადი იდეა არის ეს, სწორედ ეს. SDSS ექსპერიმენტი უკვე ახსენეთ თქვენთან, ეს იყო ექსპერიმენტი, რომელიც დაახლოებით 2000 წლიდან 2020 წლამდე მიმდინარეობდა. ამ ექსპერიმენტის ფარგლებში მოხდა დაახლოებით 1,5 მილიონი galaktikis მდებარეობის აღწერა. შემდეგ 2021 წელს დაიწყო უკვე დეზი ექსპერიმენტი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. დეზი ექსპერიმენტი მეც ამ ექსპერიმენტის ნაწილი ვარ და უკვე ძალიან ახლოსაა დასრულებასთან. სავარაუდოდ ერთ კვირაში უკვე 19 მარტისთვის ვარაუდობენ, რომ მოხდება ბოლო დაკვირვება და იქნება დიდი პრეს რელიზი ამასთან დაკავშირებით. დეზი იყო შემდეგი თაობის ექსპერიმენტი, მისი მეშვეობით მოხდა 50 მილიონამდე galaktikis დაკვირვება. შემდეგი ნაწილია უკვე კოსმოლოგია და დაკვირვებითი ასტროფიზიკა უკვე გადადის კოსმოსურ ტელესკოპებზე. ევკლიდე არის კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც ქვედა მარცხენა კუთხეშია, მისი ფოტო ქვედა მარცხენა კუთხეშია განთავსებული. ევკლიდე არის უკვე კოსმოსში, რამდენიმე წელია. მონაცემებს ახლა აგროვებს და ის შეძლებს დაახლოებით 100 მილიონამდე სხვადასხვა galaktikis თვისებების გაზომვას. ხოლო შემდეგი ნაბიჯი უკვე არის ეგრეთ წოდებული რომანის ტელესკოპი. ეს არის ამერიკული პროექტი, NASA-s პროექტი, რომელიც სავარაუდოდ კოსმოსში გაიშვება შემდეგ წელს, 2027 წელს. და ის ასევე მოახდენს კიდევ სხვა 100 მილიონი galaktikis თვისებების გაზომვას. აქ რომანი ეს ადამიანის სახელია, მეცნიერი, NASA-s მეცნიერი, რომელიც საპატივცემლოდაც დაერქვა პროექტს სახელი, რომის იმპერიასთან კავშირში არ არის. ხო, რამდენიმე სიტყვით მინდა იმასთან დაკავშირებით, თუ ეს დაკვირვებები როგორ უკავშირდება სამყაროს ფიზიკურ თვისებებს. ესე იგი, ამ სლაიდზე არის ორი სხვადასხვა ფოტო, თუ შეხედავთ ჯერ მარცხენა ფოტოს. მარცხენა ფოტოზე არის ასევე კოსმოლოგიური სიმულაციის შედეგები გამოსახული. აქ არის ორი სხვადასხვა ფოტო ერთმანეთის გვერდით, სივრცის ერთსა და იმავე ნაწილის. ერთი არის სიმულაცია იმ სამყაროში, რომელშიც არის ნეიტრინოები და ნეიტრინოთა საერთო მასა არის დაახლოებით 2 ელექტრონვოლტი. ხოლო მეორე ფოტოზე მარჯვნივ არის გამოსახული იგივე სიმულაციის შედეგი, ოღონდ იმ შემთხვევისთვის, როდესაც ნეიტრინოების საერთო მასა არის 0, ანუ ნეიტრინოებს მასა არ აქვთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს სიამბეში ასე არ არის, რომ ნეიტრინოებს მასა აქვთ, მაგრამ ეს უბრალოდ დემონსტრაციისთვისაა, რამდენად განსხვავებული იქნებოდა სამყარო. ნეიტრინოებს რომ ჰქონდეთ 2 ელექტრონვოლტი მასა, იმასთან შედარებით თუ როგორი იქნებოდა სამყარო ნეიტრინოებს რომ არ ჰქონდეთ მასა. ამ ფოტოზე ახლა სიტყვებით შეიძლება განსხვავების აღწერა ცოტა რთული იყოს, მაგრამ
ამ ორ ფოტოს რომ შევხედავთ, ცხადია რომ რაღაც განსხვავება არის. ესე იგი, მარცხენა მხარეს ჩვენ გვაქვს უფრო დიდი რაოდენობით პატარა სტრუქტურა, მცირე მასშტაბოვანი სტრუქტურა, ხოლო მარჯვენა მხარეს ვხედავთ რომ ეს მცირე მასშტაბოვანი სტრუქტურა, ანუ ამ კოსმიური ბადის ასე ვთქვათ, რაღაც ნაწილები გამქრალია და ანუ სიცარიელე რაღაც გაგებით უფრო ცარიელია მარჯვენა მხარეს ვიდრე მარცხენა მხარეს. ზუსტად იგივე დანიშნულებას ასრულებს მარჯვენა მხარეს სლაიდზე განლაგებული ფოტო. ესე იგი, ზემოთ და ქვემოთ არის ორი სხვადასხვა სიმულაციის შედეგი. მე ახლა ზუსტად არ მახსოვს რა არის განსხვავება, მაგრამ ეს არის ფარული ნივთიერების ორი სხვადასხვა მოდელი. და როგორც ხედავთ, აქ განსხვავება კიდევ უფრო შესამჩნევია. ქვედა შრეზე ფოტოების ჩვენ გვაქვს დიდი კლასტერები, ხოლო ზედა შრეზე იმავე ადგილას არის უფრო ბადისმაგვარი სტრუქტურა. ხო, ანუ ცხადია რომ იმის დამიხედვით თუ რამდენი ნეიტრინოა სამყაროში, სამყაროს თვისებები იცვლება და იმის დამიხედვით თუ როგორი რა ტიპის ფარული ნივთიერებაა სამყაროში, სამყაროს თვისებები და ის თუ როგორ გამოიყურება სამყარო იცვლება. შესაბამისად, ანუ ჩვენი მთავარი მიზანი არის მოვახდინოთ დაკვირვებები, მე მოვახდინოთ სხვადასხვა მოდელებში, თეორიულ მოდელებში სიმულაცია სამყაროსი და ვნახოთ თუ რომელი მოდელის წინასწარმეტყველება შეესაბამება უფრო უკეთ, რეალურად დაკვირვებად სამყაროს. ძირითადი პრინციპი იმედია გასაგებია. სინამდვილეში ამის გასაკეთებლად საჭიროა უკვე რაღაც რთული მათემატიკის გამოყენება. ანუ ცხადია რომ ასე თვალით შედარება არ შეიძლება, ანუ რთული ასე თვალით შედარება და მე რაღაც მყარი სამეცნიერო დასკვნის გამოტანა, ამიტომ საჭიროა ამ განსხვავებების და სამყაროს თვისებების რაღაცნაირად მათემატიკურად და რიცხვებში აღწერა. ეს თეორიული დაკვირვებადი კოსმოლოგია საკმაოდ რთული დისციპლინაა მათემატიკურად, მაგრამ მე შევეცდები რაღაც მარტივი მაგალითები მოგიყვანოთ იმის ასახსნელად, თუ აი დაახლოებით სქემატურად როგორ ხდება ეს. მაგალითად ამ ფოტოზე არის გამოსახული ორი ისეთი ხელოვნური განაწილება წერტილების. თქვენ ალბათ ამჩნევთ რომ ეს განაწილებები განსხვავდება ერთმანეთისგან. მარჯვენა მხარეს განაწილება უფრო სწორედ ბოდიში ცენტრში განაწილება არის ძალიან ერთგვაროვანი. მარცხენა მხარეს განაწილება არის გარკვეულწილად არაერთგვაროვანი, ხო? და მარჯვენა მხარეს არის ძალიან არაერთგვაროვანი. ანუ ერთ-ერთი მარტივი რიცხვი, რომელიც შეგვიძლია დავთვალოთ, რომელიც აღწერს განსხვავებას ამ განაწილებებს შორის, არის ეგრეთ წოდებული კორელაციური ფუნქცია. კორელაციური ფუნქციის ფიზიკური არსი არის ძალიან მარტივი. ესე იგი, ჩვენ ვიღებთ ნებისმიერ galaktikas და მის გარშემო ვქმნით ხელოვნურ წარმოსახვით შრეს, სფერულ შრეს და ვითვლით იმას, თუ რამდენი მეზობელი galaktika ყავს ამ galaktikas ამ შრეში. ეს რიცხვი იქნება განსხვავებული სხვადასხვა განაწილებებისთვის და ასევე იქნება განსხვავებული იმის დამიხედვით, თუ რამდენად დიდია რადიუსი და სისქე ამ შრის.
ეს კორელაციური ფუნქცია შეიძლება გაიზომოს, ну მარტივად არა, მაგრამ შეიძლება გაიზომოს მონაცემებზე. და ნორმირება ამ კორელაციური ფუნქციის ხდება ისე, რომ თუ განაწილება არის ერთგვაროვანი, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ კორელაციური ფუნქცია არის 0. ხოლო თუ განაწილება არის არაერთგვაროვანი, ანუ გაქვს უფრო მეტი ან უფრო ნაკლები მეზობელი, ვიდრე უნდა გყავდეს წესით, მაშინ კორელაციური ფუნქცია არის ან დადებითი ან უარყოფითი. მაგალითად, რომ შეხედოთ აი ყველაზე მარჯვენა სურათს, სადაც წერტილები არიან ძალიან არაერთგვაროვნად განაწილებულები. ნუ აქ თქვენ რომ აიღოთ ძალიან პატარა სფერო, ხო, ამ სფეროში იქნება გაცილებით უფრო მეტი წერტილი, ვიდრე უნდა იყოს წესით ეს წერტილები თანაბრად რომ იყვნენ განაწილებულები, ხო? ცხადია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს წერტილების კლასტერები. ანუ ამ განაწილებისთვის კორელაციური ფუნქცია მცირე მასშტაბებზე, მცირე რადიუსებზე იქნება საკმაოდ მაღალი. და მე უკვე დიდი მასშტაბებისთვის, როდესაც უფრო დიდ სფეროებს ჩავაგდებთ და დავითვლით წერტილების რაოდენობას, ეს კორელაციური ფუნქცია მიუახლოვდება 0-ს. ამ სლაიდს რაც შეეხება, ამ სლაიდზე არის უკვე აი ნამდვილი კორელაციური ფუნქცია გაზომილი კონკრეტული galaktikების განაწილებიდან. თქვენ ხედავთ, რომ აი როგორც წინა სლაიდზე ვახსენეთ, კორელაციური ფუნქცია არის საკმაოდ დიდი მცირე მასშტაბებზე, ჰორიზონტალური ღერძი მარჯვნიდან მარცხნივ არის სწორედ ეს მასშტაბი, სფეროს რადიუსი. და ვაშკარად ჩანს აქ, რომ მეზობლების რაოდენობა ახლოს არის უფრო დიდი, ხოლო შორს არის უფრო მცირე, შესაბამისად კორელაციური ფუნქცია არის კლებადი ფუნქცია. წერტილები სტომილებებით არის გაზომვები, ხოლო სხვადასხვა ფერის ხაზები არის სხვადასხვა თეორიაში ნაწინასწარმეტყველები კორელაციური ფუნქციები. ანუ ჩვენ შეგვიძლია ამ ხაზებს შევხედოთ და გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მოდელი არის უფრო ზუსტია, უფრო ახლოს დაკვირვებებთან. ნუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩანს, რომ გავლებულ ხაზებში ისე შეუიარაღებელი თვალით, ასე ვთქვათ, ჩანს, რომ მწვანე და წითელი ხაზები არის თითქოს ყველაზე ახლოს გაზომვებთან, ხოლო ლურჯი და იასამნისფერი ხაზები კიდევ საკმაოდ შორსაა. ანუ ის ორი თეორია, რომელიც ლურჯ და იასამნისფერ ხაზს შეესაბამება, აცდა და გაზომვებს, ხოლო მწვანე და წითელი ხაზები, ის თეორიები, რომლებიც მწვანე და წითელ ხაზებს შეესაბამება, თეორიასთან კარგ შესაბამისობაში არის. ნუ თქვენ ალბათ ხედავთ აქ, რომ დაახლოებით 100-თან, ეს არის 100 მეგაპარსეკი, არის მცირე პიკი, ანუ კორელაციური ფუნქცია ჯერ იკლებს, მერე მცირედით იზრდება და მერე ისევ იკლებს. ეს არის ლოკალური მაქსიმუმი, რომელსაც ეს სამი თეორია, მწვანე, წითელი და ლურჯი სწორად აღადგენს, ხოლო იმ თეორიაში, რომელიც შეესაბამება იასამნისფერ ხაზს, ეს ლოკალური მაქსიმუმი არ არის. და თუ დრო დაგრჩა, მე მინდა რამდენიმე სლაიდი დაუთმო სწორედ ამ მაქსიმუმს და აგიხსნათ თუ საიდან მოდის ეს მაქსიმუმი, მისი ფიზიკური წარმომავლობა და ფიზიკური შინაარსი. დრო 1 საათი კიდევ გვაქვს დაახლოებით. ბოდიში ვერ გავიგე, მგონი რაღაც კომენტარი იყო თუ კითხვა. დრო გვაქვს საკმაოდ 1 საათი. აჰა.
კარგით მაშინ. ხო, ესე იგი, ეს პიკი სინამდვილეში კორელაციურ ფუნქციაში დაკავშირებული არის ასეთ მოვლენასთან, რომელსაც ქვია ბარიონული ოსცილაცია. ბარიონული ოსცილაციის ფიზიკა არის საკმაოდ მარტივი. ჩვენ როგორც ვიცით, ადრეული სამყარო იყო ძალიან ცხელი და ამ სამყაროში ნივთიერება იყო პლაზმის მდგომარეობაში. ანუ არ არსებობდნენ ატომები, როგორც ასეთი, წყალბადის ატომები, პროტონები და ელექტრონები. იყვნენ ცალკე და ქმნიდნენ ერთგვაროვან პლაზმას. პლაზმაში მარტივად ვრცელდება აკუსტიკური ოსცილაციები, ანუ პლაზმაში სადმე თუ არის არაერთგვაროვნება, მაგალითად სადმე თუ შეიკუმშა სამყარო ლოკალურად. ეს არაერთგვაროვნება გამოიწვევს ბარიონულ აკუსტიკურ ტალღებს, დაახლოებით ისეთ ტალღებს, როგორიც გამოსახულია ამ ნახატზე, ოღონდ ეს ტალღა არის ორგანზომილებიანი და ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ სამგანზომილებიანი ანალოგია ამ ტალღის. ანუ რაღაც წერტილი და ამ წერტილიდან ხდება სფერული ფორმის ტალღის გავრცელება. დროთა განმავლობაში სამყარო ფართოვდება, სამყარო ცივდება და დასაწყისიდან 300,000 წლის შემდეგ სამყარო იმდენად გაცივებულია, რომ პროტონები და ელექტრონები უკვე ქმნიან ატომებს. ატომების წარმოქმნის შემდეგ ფოტონები უკვე არ არიან ბმული ატომებთან და ეს ტალღა ამ ტალღის გავრცელება ატომებში წყდება. 300,000 წლის განმავლობაში ეს ტალღა ახერხებს დაახლოებით 100 მეგაპარსეკის ზომის ტალღური ფრონტის შექმნას და შესაბამისად, როდესაც ამ ტალღის გავრცელება წყდება, ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ყოველი სიმკვრივის გარშემო გვაქვს გარკვეული შრე, რომლის ზომა დაახლოებით 100 მეგაპარსეკი და ამ წარმოსახვით შრეში სიმკვრივე ნივთიერების არის ცოტათი უფრო მაღალი ვიდრე მის გარშემო. ეს მდგომარეობა დაახლოებით ასახულია აი მარცხენა მხარეს გამოსახულ ფოტოში. ანუ ეს არის ჩვენი მოლოდინი არის, რომ თუ სადმე არის გალაქტიკა, ან გალაქტიკების დიდი სიმკვრივე, ამ გალაქტიკების დიდი სიმკვრივის გარშემო უნდა იყოს გარკვეული ზომის შრე, დაახლოებით 100 მეგაპარსეკის ზომის შრე, რომელშიც ასევე დიდია გალაქტიკების სიმკვრივე. ახლა თუ გავიხსენებთ იმას, თუ ამ კორელაციური ფუნქციის განმარტებას, იმას თუ რას ნიშნავს კორელაციური ფუნქცია, ხო? ცხადია, რომ თუ ჩვენ დავიწყებთ კორელაციური ფუნქციის დათვლას ამ ტიპის განაწილებაზე და დავიწყებთ ყველა გალაქტიკის გარშემო სფეროების ჩაგდებას, რაღაც მომენტში ჩვენ იქნება რაღაც ტიპის სფერული შრე, რომელშიც გალაქტიკების რაოდენობა იქნება ცოტათი უფრო მეტი, ვიდრე უნდა იყოს, ხო? ეს იქნება ზუსტად ის შრე, რომლის ზომაც შეესაბამება ამ ოსცილაციების ზომას. და სწორედ ეს არის ის ლოკალური მაქსიმუმი, რომელიც იყო იმ გაზომილ კორელაციურ ფუნქციაში. ანუ ეს არის წყარო ამ ლოკალური მაქსიმუმის. რატომ არის ამ მასშტაბის გაზომვა საინტერესო? ამ მასშტაბის გაზომვა არის საინტერესო, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიცით და ზუსტად გვაქვს გაზომილი
ეს მასშტაბი, აკუსტიკური ტალღის მასშტაბი. ჩვენ შეგვიძლია ის გამოვიყენოთ როგორც როგორც მანძილის გაზომვის ხერხი. ხო? ეს არის ეგრეთ წოდებული სტანდარტული საზომის ტექნოლოგია, რომელიც კოსმოლოგიაში და ასტრონომიაში ზოგადად საკმაოდ გავრცელებულია. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ რაღაც ობიექტი და ამ ობიექტის ზომა იცით ზუსტად, თქვენ იცით რამხელა ეს ობიექტი. მაშინ ცხადია, რომ რაც უფრო შორს არის ეს ობიექტი ჩვენგან, მით უფრო პატარად გამოჩნდება ეს ობიექტი, ამ შემთხვევაში, როდესაც მე ვამბობ პატარას, მე ვგულისხმობ კუთხეს. ხო, რაც უფრო შორს არის ეს ობიექტი, მით უფრო მცირეა კუთხე ალფა, რომელსაც ის ქმნის ჩვენს მიმართ. ნუ თუ ამ სურათს შეხედავთ, ნუ ცხადია, რომ ჩვენ თუ ვიცით ობიექტის ზომა d და კუთხე ალფა ძალიან მარტივია დავითვალოთ მანძილი d. მცირე d. რა თქმა უნდა, გაფართოებად სამყაროში ეს ყველაფერი უფრო რთულია, სამყარო რომ ფართოვდება, გეომეტრია ამითი რთულდება, მაგრამ პრინციპი იგივე რჩება. რაც უფრო შორს არის ობიექტი, მით უფრო მცირეა მის მიერ შემოხაზული კუთხე, ხოლო კუთხის გაზომვით ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის გამოვითვალოთ მისი მანძილი ჩვენგან. როგორ შეიძლება ეს გამოვიყენოთ პრაქტიკაში? ესე იგი, პრაქტიკაში ამისი გამოყენება მარტივია. თუ შეხედავთ მარჯვენა სურათს, ეს არის ძალიან სქემატური სურათი, ამ სურათზე გამოსახულია სამყარო და წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვართ სადღაც მარჯვნივ, მარცხნივ ძალიან შორს. ჩვენ თუ ავიღებთ galaktikების ორ შრეს და ორივე შრეში გავზომავთ ამ კორელაციული პიკის, ანუ ბარიონული ოსცილაციის ზომას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ მანძილი ჩვენსა და ამ ორ შრეს შორის. და თუ ვიცით მანძილი ჩვენსა და ამ ორ შრეს შორის და თუ გვაქვს ბევრი სხვადასხვა შრე შუაში, რომლებამდეც ასევე ვიცით მანძილი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, ნუ გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ ეს შრეები მდებარეობს სხვადასხვა დროში, ხო? ანუ უფრო შორს მდებარე შრე არის უფრო წარსულში უფრო შორს მყოფი galaktikები. ანუ ჩვენ თუ ვიცით ამ galaktikებამდე მანძილი და ჩვენ თუ ვიცით დრო, ხო, მაშინ შეგვიძლია ამ ორი მონაცემიდან აღვადგინოთ სამყაროს გაფართოების ტემპი, როგორც დროის ფუნქცია. ხო, ეს გრაფიკი შეიძლება ცოტა ტექნიკურია, მაგრამ ნუ ძირითადი იდეა აქ არის იგივე, ხო? ჰორიზონტალურ გრაფიკზე გაზომილია წითელი წანაცვლება, რომელიც დაკავშირებულია დროსთან, ასაკთან, ხოლო ვერტიკალურ ღერძზე გაზომილია მანძილი ან ასაკის მქონე ობიექტებამდე. ეს ხაზი, რომელიც აკავშირებს ამ გაზომვებს, არის ხაზი, რომელიც რეალურად დაკავშირებულია სამყაროს გაფართოებასთან. და თუ ამ ხაზის პროფილს გავზომავთ ძალიან დიდი სიზუსტით, ჩვენ შევძლებთ ამ პროფილით სამყაროს გაფართოების დროში გაფართოების პროფილის აღდგენას. სხვადასხვა წერტილები ამ გრაფიკზე არის სხვადასხვა გაზომვები, სხვადასხვა ექსპერიმენტების მიერ შესრულებულები. თუ როგორც ხედავთ, რაც უფრო ახლოსაა ობიექტები, მით უფრო მარტივია მათი მანძილის გაზომვა. შესაბამისად, ცდომილება არის მცირე, ხოლო შორს რომ მივდივართ, ეს გაზომვები ხდება უფრო და უფრო არაზუსტი. ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი იმისი, თუ როგორ შეიძლება galaktikების განაწილების გამოყენება, აი კონკრეტულად
სამყაროს გაფართოების ტემპის გასაზომად. კიდევ ერთი თემა, რომელსაც მინდა შევეხო, არის ასევე დაკავშირებული ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან და მის თვისებებთან. ეს ფოტო გვაქვს ნანახი. ეს არის ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრი, ხო? და მე თქვენ უკვე გითხარით, რომ რადგან ამ სპექტრის დიდი ნაწილი მიუწვდომელია დედამიწიდან, გვიწევს ტელესკოპების გაგზავნა კოსმოსში. თქვენ შეიძლება გაგიჟდეთ ასეთი კითხვა, რომ თუ ჩვენ ხედავთ სპექტრის რაღაც ნაწილს, ვთქვათ ხილვად სპექტრს, ხო, რატომ არის აუცილებელი, რა საჭიროა სპექტრის მთელი დიაპაზონის ნახვა? ხო? რეალურად ფოტონები, ელექტრომაგნიტური გამოსხივების მატარებლები შეგვიძლია ბოლომდე ზუსტად დავახასიათოთ ორი მაჩვენებლით. ერთი არის მათი სიხშირე, ტალღის სიგრძე, რომელიც დაკავშირებულია მათ ენერგიასთან და მეორე არის პოლარიზაცია, რომელიც არის ვექტორი და რომელიც გვიჩვენებს იმას, თუ რა მიმართულებით ოსცილირებენ ეს ტალღები. ანუ როდესაც ჩვენ ვახდენთ დაკვირვებას იმისათვის, რომ შევაგროვოთ სრული ინფორმაცია, უნდა გავზომოთ გამოსხივების სრული სპექტრი და ასევე სასურველია გავზომოთ მისი პოლარიზაცია. ხო? თუ ეს გაზომვები შევასრულეთ, მაშინ პრინციპში გვაქვს სრული ინფორმაცია გამომსხივებელ ობიექტზე. ხო, ეს არის ამ სლაიდზე მე მაქვს რამდენიმე შრე და ყველა ეს შრე რეალურად სიამბლეში უყურებს ცის ერთსა და იმავე ნაწილს. ეს არის ჩვენი გალაქტიკის სიბრტყე. განსხვავება არის იმაში, რომ ეს გალაქტიკის სიბრტყე, მისი დაკვირვება ხდება სხვადასხვა დიაპაზონში. ზემოდან ქვემოთ პირველი არის რადიო დიაპაზონი, მერე არის ინფრაწითელი, მერე არის ხილული, რენტგენული გამოსხივება და გამა გამოსხივება. როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ვუყურებთ ერთსა და იმავე ობიექტს, ჩვენს გალაქტიკას, ეს გამოსახულებები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ხილული გამოსხივება, მაგალითად, შუა, არის საკმაოდ შეზღუდული, როგორც ხედავთ, ხილულში ჩვენი გალაქტიკის დაკვირვება არის საკმაოდ რთული და ერთ-ერთი მიზეზი ამისი არის ის, რომ გალაქტიკაში არის ძალიან ბევრი მტვერი, ეგრეთ წოდებული მტვერი და მტვერი აირეკლავს ხილულ გამოსხივებას. ანუ თუ ჩვენსა და ობიექტს შორის არის კოსმოსური მტვერი, მაშინ ამ ობიექტის ნახვა ხილვად დიაპაზონში შეუძლებელია, ძალიან რთულია. მაგრამ თუ შეხედავთ გამა გამოსხივებას და რადიო გამოსხივებას, ან თუნდაც ინფრაწითელ გამოსხივებას, ნახავთ, რომ გამოსხივების ეს სპექტრი დაფარული არ არის ამ კოსმოსური მტვერით. ანუ ის რისი დანახვაც არ შეგვიძლია ხილულ დიაპაზონში, ჩანს ძალიან კარგად ინფრაწითელ და რადიო დიაპაზონში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვინდა გქონდეს სრული სპექტრი დაკვირვებების და არა მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი ამ სპექტრის. მოდით ამ სლაიდსაც გადავახტები. ეს არის ძალიან ლამაზი რუქა, რომელიც გავს ხელოვნების ნიმუშს, მაგრამ სინამდვილეში არის ნამდვილი მონაცემების რუქა. ეს არის ფონური რადიაციის პოლარიზაციის რუქა. ესე იგი, შევღებულობ დაახლოებით ასეთ რუქას, თუ გავზომავთ არა მარტო ფოტონის ინტენსივობას, არამედ მის პოლარიზაციას. ხო, ამ რუქაზე ცის თაღის სხვადასხვა ნაწილში გაზომილია როგორც პოლარიზაციის ხარისხი, ასევე პოლარიზაციის მიმართულება. აი ცენტრში, სადაც პოლარიზაცია არის ძალიან მაღალი,
ეს ცენტრი შეესაბამება სწორედ ჩვენს galaktikas, ჩვენი galaktikis დისკოს. სხვადასხვა გამოსხივების დიაპაზონის სხვადასხვა გამოსხივების დაკვირვების ტექნოლოგია არის ძალიან განსხვავებული. ასე იგი ტელესკოპები, რომლებსაც ჩვენ მიჩვეული ვართ, მუშაობენ როგორც წესი მარტო ხილულ სპექტრში. რადიო სპექტრში ჩვეულებრივი ტელესკოპები არ მუშაობენ, იმიტომ რომ რადიო ტალღები არიან ძალიან გრძელი ტალღები. მათი სიგრძე არის 100 მეტრი, ასე რომ იმისათვის რომ ტელესკოპს ჰქონდეს კარგი გარჩევადობა, ხო, მისი ზომა უნდა იყოს თანაფარდი ტალღის სიგრძესთან და ცხადია რომ 100 მეტრის ტელესკოპის დამზადება ძალიან რთულია, ამიტომ საჭიროა რაღაც სხვა ხრიკების მოგონება. ერთ-ერთი ასეთი ხრიკი არის ერთი დიდი ტელესკოპის ნაცვლად ბევრი უამრავი პატარა ტელესკოპის დადგმა. ეს რადიო ტელესკოპები როგორც წესი არიან პატარა ტელესკოპები, რომლებიც დიდ ფართობს მოიცავენ ერთმანეთთან ახლოს და მათზე დაცემული ინფორმაციის სინქრონირება ხდება შემდეგ კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით. ინფრაწითელ გამოსხივებას აქვს თავისი სირთულეები. ერთ-ერთი სირთულე ინფრაწითელში ასტრონომიული დაკვირვებების ჩატარების არის ის, რომ ინფრაწითელ გამოსხივებას როგორც წესი გამოსხივებს ყველა ის ობიექტი, რომელიც არის რაღაც გარკვეულ აღნულოვან ტემპერატურაზე. ხო, მაგალითად მე თქვენ ეს ოთახი ყველაფერი არის ინფრაწითელი გამოსხივების წყარო. ამიტომ ტელესკოპი ინფრაწითელი თუ დგას დედამიწაზე, ძალიან რთულია იმისი გარკვევა, თუ რომელი ფოტონი მოვიდა კოსმოსიდან და რომელი ფოტონი მოვიდა უბრალოდ გარემოდან. და სწორედ ამიტომ ხდება აუცილებელი, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისი, რის გამოც ტელესკოპებს ვაგზავნით კოსმოსში, იმიტომ რომ კოსმოსში ტელესკოპები არიან ცხადია იზოლირებული გარეშე სითბოს წყაროებისგან და ნებისმიერი ფოტონი, რომელიც შედის ტელესკოპში, ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ არის კოსმოსური წყაროს მიერ გამოგზავნილი ფოტონი. ხილული გამოსხივება მარტივია, ამ შემთხვევაში ვიყენებთ ჩვეულებრივ ტელესკოპებს. ასევე რთულია ძალიან მაღალ ენერგეტიკული გამოსხივება. ეს არის რენტგენული და გამა გამოსხივება. აქ სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ როგორც თქვენ იცით, ელექტრომაგნიტური გამოსხივება არის დუალური ბუნების. მას აქვს ტალღის თვისებების და ნაწლაგის თვისებებიც. და რაც უფრო მაღალია ენერგია გამოსხივების, მით უფრო ნაკლებად ამჟღავნებს ის ტალღურ ბუნებას და მით უფრო მეტად ამჟღავნებს ის ნაწლაგის ბუნებას. ასე რომ ამ მაღალ ენერგეტიკული ნაწლაგების არეკლა ჩვეულებრივი ტელესკოპებით რთულია. როგორც წესი, მათი დამზერის დეტექტორები შედგება პარალელური სარკეების შრეებისგან, აი როგორც ამ ნახატზეა გამოსახული, და ეს შრეები ცდილობენ, რომ ამ მაღალ ენერგეტიკული ნაწლაგების არეკლა მოახდინონ მცირე კუთხეებით და მოახდინონ მათი ფოკუსირება დეტექტორებზე. ხო, აი ეს ბოლო ფოტოც, რომელიც აქ მაქვს, მარჯვენა ქვედა კუთხეზე არის ერთი და იგივე ობიექტი. ერთ-ერთი ნისლოვანი, რომელიც დამზადებულია სხვადასხვა დიაპაზონში, ხო? ზემოდან მარცხნიდან მარჯვნიდან და ზემოდან ქვემოთ, ესე იგი ჩვენ გვაქვს რადიო ტალღები, ინფრაწითელი, ხილული, ულტრაისფერი,
დაბალი ენერგიის რენტგენი და მაღალი ენერგიის რენტგენი. ხო? აი ხედავთ როგორ რამდენად განსხვავებულია ეს გამოსახულებები განსხვავებულია იმიტომ რომ სხვა ტიპის ტალღების გამოსხივება ხდება ამ ობიექტის სხვადასხვა ნაწილიდან. ხილული არის როგორც წესი ვარსკვლავების გამოსხივება, ინფრაწითელი არის როგორც წესი მტვრის გამოსხივება, ხოლო რენტგენის გამოსხივება მოდის ძირითადად მაღალ ენერგეტიკული ობიექტებიდან, მაგალითად ისეთი ობიექტებიდან, როგორიც არის შავი ხვრელები, ხო? აი აქ ალბათ ხედავთ ქვედა მარჯვენა კუთხეში ეს ბოლო გამოსახულება არის თითქმის მთლიანად მუქი და არის ერთი ნათელი წერტილი შუაში, ანუ მაღალი ენერგიის რენტგენის გამოსახულების გამოსხივება ხდება მარტო ამ ობიექტის ცენტრიდან, სადაც სავარაუდოდ მოთავსებულია ან ნეიტრონული ვარსკვლავი, ან შავი ხვრელი. კი ბატონო, ეს არის ჩემი ბოლო სლაიდი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ რამე კითხვა გაქვთ, ყველაფერი ამასთან დაკავშირებით, დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს კითხვებს. შეგიძლიათ მოვისმინოთ და თუ არ იქნება, მე მაშინ დავამთავროთ. ძალიან საინტერესო იყო, უღრმესი მადლობა. შეიძლება ერთი შეგეკითხოთ? ისმის ჩემი ხმა? კი, რა თქმა უნდა, კი. თქვენ გითხით, რომ აბასთუმნის ობსერვატორიაშიც მუშაობთ და ძალიან მინდა რომ მე თვითონ ფიზიკის მასწავლებელი გახლავთ, 2 საჯარო სკოლაში ვმუშაობ და მინდა რომ ბავშვებს დავათვალიერო და რამდენად შესაძლებელია რომ ნახონ ობსერვატორია ან ვის შეიძლება რომ დაუკავშირდე ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, კი, შესაძლებელია, რა თქმა უნდა. თქვენ თუ ორგანიზატორებს თუ აქვე შემიძლია პრინციპში გამოვაგზავნოთ ჩემი იმეილი. Zoom-ში გამოვაგზავნე იმეილს, დამიკავშირდით და მე თვითონ არა ვარ საქართველოში ახლა, მაგრამ დაგაკავშირებთ ობსერვატორიას. მადლობა. კი, ჩვენ გვაქვს ტურები სპეციალურად სკოლის მოსწავლებისთვის. ძალიან გაგვიხარდება თუ თქვენს ბავშვებს მოიყვანთ და იმედია და ისიამოვნებენ. კარგით, უღრმესი მადლობა. ზიას შეგიძლიათ დავუკავშირდეთ და მაგ თემაზე გაესაუბროთ ასევე. ვებ გვერდზე გვაქვს მონაცემები მითითებული თუ დიახ ექსკურსიებთან დაკავშირებით თუ დაგაინტერესდებათ. რომელ ვებ გვერდზე ძალიან ცუდად ისმოდა თქვენი ხმა? ილიას უნივერსიტეტის ვებ გვერდზე? არა, ზია გამოგიგზავნით პირადად თქვენ. აბაოჯიას ემბა. კარგით. მადლობა. კარგით. შეკითხვები არის კიდევ? კი ბატონო. თუ შეკითხვები არ არის, მადლობა დიდი. და დავასრულოთ ამით. მადლობა. დიდი მადლობა.